დღეს ისევ არა პოლიტიკაზე, არამედ პოლიტიკის გარშემო ვილაპარაკოთ ზოგად რაღაცებზე. გუშინ დავდე მოკლე ვიდეო, სადაც ლუკა ჭოხონელიძე მე მგონი ის ბიჭი, აი ხა რაღაც სკანდალში რო გაეხვია, ყალბი კორძაია რო უჩივის, რო ვითომ რაღაცა გაუპატიურება იყო. ამ შემთხვევაში ლუკას ხარს ვარ, ყალბის არ მჯერა. საერთოდ იმ მოციქუნე ქალების არ მჯერა, რომელიც მის გარშემო არიან. ხო და ეს ბიჭი აი ესე დადის ეთყობა სადღაც, არ ვიცი ეს თბილისი იყო თუ რომ რიცი ქუთაისი იყო მე მგონი. და იქ რო ეკითხება მოხვწებს, რომელთაც ჯერა იმ დანარჩენი ვინც ნარს თამაშობდა იმათ ისინიც ამაზრზე არიან თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ის ერთი დებილი რომელიც ლაპარაკობდა იმაზე, რომ თურმე ევროპა მოგვიწოდებს, რომ გავხსნათ მეორე ფრონტი და მე ერთ-ორ სამ კითხვაში რომ ჩაიშალა მთლიანად ეს პროპაგანდა. ბევრმა დააწერეთ, რომ ასეთებს საერთოდ არ უნდა ელაპარაკო და მე ვეთანხმები ამ პოზიციას, რომ დებილებს არ უნდა ელაპარაკო. დებილებს რამოდენიც არ უნდა ელაპარაკო, ვერაფერში ვერასდროს ვერ დაარწმუნებ. დებილებს ან უნდა დაანახო ძალა, აი მაგალითად თუ დაინახავენ რომ შენ მართლა გაგაჩნია იმის ძალა რომ გაიმარჯვო არჩევნებში, აი ამ შემთხვევაში წამოყვებიან, იმიტომ რომ შენში რაღაცა ძალა იგრძნეს, ან უნდა იყიდო. და ხიხო მიყიდა. 2012-ში 10 ლარებს იხდი და ერთ შემოხაზვაზე ტაქსის მძღოლი მყავდა, მაშინ რომელსაც ყოველ დღე დავყავდი რეგულარულად სამსახურში, მე თვითონ მაშინ არ ვატარებდი მანქანას და იმას უხაროდა შტერს, რომ 10 ლარს მისცემენ და რა თქმა უნდა შემოხაზავს 51-ს. აფხაზეთში როდესაც ვიღაცებთან რაღაცაზე მიწევდა ხოლმე კამათი, რაღაცას იტყოდა დებილობას მოვაკეტინეთ. მეორე დებილობას გადავხაზავდი, მესამე დებილობას გადავხაზავდი და ბოლოს აი რომ ყველანაირი დებილობა გაუთავდებოდა, მე ბოლოს მკითხავდა: "Хорошо, а сколько вы платите? Скажите сумму, и мы идем. ვითომ ანუ გადაგვიხადეთ ფულიო და გიბრუნდებითო." რაზეც მე ვპასუხობდი, რომ არა, მე ადამიანებს არ ვყიდულობ. მე ამას ყველა შემთხვევაში გავაკეთებ და სწორი პოლიტიკით გავაკეთებ და ახლა თქვენ დამთანხმებით არ დამთანხმებით ამას არ აქვს მნიშვნელობა, იხტუნავეთ თუ გინდა ყურებზე იცეკვეთ. თუ დამეთანხმებით და თუ გაიგებთ რაზე ვლაპარაკო, პირიქით თქვენთვის არის უკეთესი. არ დამეთანხმებით და ამჩენ ფეხებს. აი ასე უნდა ელაპარაკო დებილებს. დებილებს არ უნდა გადააწყვეტინო მომავალი. დებილების აზრდაზე დაყრდნობით არ უნდა მიიღო არანაირად არასდროს არცერთი გადაწყვეტილება. დებილების გულის მოსაგებად არ უნდა ილაპარაკო რაღაცეები, პოპულისტური რაღაცეები. ბევრმა ასევე დაწერა კომენტარი, რომ იმედმა და პოზიტივიმ როგორ გამოასირაო ხალხი. ან საბჭოთა კავშირმა როგორ გამოასირაო ხალხი. პროპაგანდა ადამიანს არ ადებილებს, პროპაგანდა დებილებისთვის იწერება. ანუ დებილები არსებობენ და მათზე ერგება მერე პროპაგანდა. ასეა ყოველთვის. ასე მუშაობს ეს. შენ თუ აზროვნება ზოგადად გაქვს, რაც არ უნდა პროპაგანდა დაგიწერონ ყველა მხრიდან შემოგიარონ, მაინც ვერ მოგატყუებენ და ვერ შემოგეტენებიან. თავიდანვე თუ დებილი ხარ, თავში თუ სიცარიელეა და იმ სიცარიელეს მერე მოდის და ვიღაცა თავისი ზღაპრებით ავსებს. ძალიან ბევრს ვინც პოლიტიკაშია, რატომღაც გონია, რომ ასეთებთან ლაპარაკი სწორია. და ჩემი აზრით ძალიან ცდებიან და დროს ხარჯავენ
და ამას რატო აკეთებენ? სავარაუდოდ ისეთივე დებილები არიან, როგორც ეს ადამიანები, რომლებზეც რაღაცა საერთოს გრძნობენ ამ ადამიანებთან და ამიტომ უნდებათ მათთან მისვლა, მათთან საუბარი რაღაცის გარჩევა, ვითომ ცდილობა რომ რაღაცაში დაარწმუნონ. ეს იყო ერთი ისტორია. მეორე ისტორია იყო, სადაც ასევე ეთყობა ადამიანს, რომ დიდი განათლება არ აქვს. საერთოდ მე მგონი რაღაც ბაზარზე დგას რაღაცას ყიდის, სავარაუდოდ გლეხია, მაგრამ ძალიან სწორ რაღაცებს ლაპარაკობს მიშაზე. ბაბუა მოხუცი. აი ამ ადამიანს შეიძლება არ ესმოდეს ყველაფერი, რაც მიშამ გააკეთა, რას ნიშნავს. შეიძლება არ ესმოდეს 2008-ში ომი როგორ მოვიგეთ და კონკრეტულად რა მოვიგეთ, ისე დეტალურად, როგორც მე ვალაგებ და ყველა დეტალს ცალკე ვღეჭავ და გიხსნით. როდესაც ამბობს, რომ სოფლიოს გააცნო საქართველო, ეს ესმის, მაგრამ აი ახლა დღეს რო საფრანგეთში წავიდა მიშა იქ კონკრეტულად რაზე ილაპარაკა ვისთან, ამას შეიძლება არ იყოს გარკვეული. ხოლო გერმანიაში გადაფრინდა, ზეგროის გააკეთა, ახალ ზელანდია, იქ აი ესეთი რაღაცები არა, მაგრამ ზოგადად ყოფნის იმის აზროვნება, რომ დაინახოს, რომ სწორს აკეთებს მიშა და ამ სწორს უნდა გაყვეს. აი ეს არის მთავარი. ამისთვის არასდროს არ არის აუცილებელი, რომ ადამიანი იყოს რაღაცა ძალიან განათლებული, ბევრი ენა იცოდეს და რაღაცები კონდეს დამთავრებული და საერთოდ გლეხობა ბევრად უფრო ჭკვიანია, ძალიან ხშირ შემთხვევაში რაღაცნაირად ბუნებრივად ჭკვიანი და ბუნებრივად სამართლიანობის და სიმართლის მხარეს არიან, ვიდრე აი ეს ქუთაისში მოთამაშე, ნარდის მოთამაშე რაღაცა ბირჟავი კი. ბებერი ბირჟავი კი. გლეხობაში გულისხმობ მიწასთან მომუშავე ადამიანს. აი ყოველთვის ძალიან დიდ პატივს ვცემ მიწასთან მომუშავე ადამიანს. და ასეთ ადამიანებზე კიდევ ერთხელ შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცა დეტალი ვერ გაერკვიოს შენ ანუ პოლიტიკაში რას თავაზობ, ეკონომიკაზე რას ლაპარაკობ, მაგრამ აი თლიანობაში იგრძნოს რაღაცა სიმართლე, იგრძნოს სისწორე და გამოყვეს. აი ყოველთვის უნდა ემუშავო და მაქსიმალურად უნდა იყო ორიენტირებული ისეთ ადამიანზე, რომელიც გრძნობს, რომელსაც ესმის და რომელიც წამოყვება სიმართლისთვის და არა იმიტომ, რომ შენში რაღაცა შეიძლება სარგებელი დაინახოს აი იმ მომენტისთვის სარგებელი. მაგალითად, მე რო ვიყო პოლიტიკოსი, ახლა რო წარმოვიდგინო უცებ და რო მითხრან, რომ შენ გაიმარჯვებ, თუ აი ამ სოფელში დაარიგებ ლობიანებს. შენ დაარიგე ლობიანები და გაიმარჯვე და მე აკეთე სწორი საქმეები, მაგრამ იმ მომენტში ახლა გაიმარჯვე, იმიტომ რომ ესენი ლობიანების გარეშე არ გამოყვებიან. შეიძლება უარი ვთქვა საერთოდ. და ვიტყვი, რომ არ მჭირდება ასეთი გამარჯვება და ასეთ ადამიანებში მე რაც არ უნდა სწორი გავაკეთო როგორც პოლიტიკოსმა, ვერ დაინახავენ, ვერ შეაფასებენ და მეორედ ისევ ლობიანს მომთხოვენ. ცოტა ხანში ისევ რო გამეორდება არჩევნები, ჩემს დამშევარს იმით კი არ შეაფასებენ, მე რამდენად სწორი რაღაცა გავაკეთე. დაჯდებიან და იტყვიან, წინოზე ერთი ლობიანი რო იყო, ახლა 3 დაგვირიგე და ისევ მოგცემთ ხმას. აი ასე უნდა იყოს ეს. და პოლიტიკოსი აი ასეთი არის თუ არა, ეს მასში ყოველთვის შეგიძლია რომ ადვილად ამოიცნო. მედროვეობა საერთოდ ძალიან ადვილად ამოცნობადია. ამიტომ ვინც წერდით იმ ევროპის მეორე ფრონტზე შტერი,
ბებერის ვიდეოს ქვეშ რომ ასეთებს საერთოდ არ უნდა ელაპარაკო მართლები ხართ. და აი მეორე რო იყო რომელიც ამბობდა მიშა რა ძალიან მაგარია და რომ მიშას გარეშე შეუძლებელია რომ ქვეყანა გადარჩეს. აი ასეთებზე ვდგავართ, ასეთებით მოვედით აქამდე, ასეთებით ვარსებობთ 3000 წელი თუ მეტი. მე რო ხშირად ვამბობ რომ შეიძლება პოლიტიკაში იმიტომ ვერ მოვხვდე რომ ძალიან ბევრ ცუდ სიტყვას ვიძახი. ყოველთვის ვგრძნობ ამას რატო ვაკეთებ და მithქვამს კიდევაც რომ ეს ისეთი რაღაცა თითქოს ჩემი იარაღია, ავტომატია. ეხლა რომ მქონდეს ხელში ავტომატი, ძალიან დიდი სიამოვნებით დავერეოდი რუსებს და დავხოცავდი ძალიან დიდი სიამოვნებით. ისე რომ ერთ ცუდი სიტყვის თქმაც არ დამჭირდებოდა. მექნებოდა ძალა და მექნებოდა ამ ძალის გამოყენების საშუალება. აი მაგალითად რო ვიყო უკრაინის ფრონტზე, იქ საერთოდ არ დამჭირდებოდა არასდროს არანაირი გინება, ვიცი რომ ვარ ფრონტზე, ხელში მიჭირავს იარაღი და ამ იარაღით უნდა ვაკეთო ჩემი საქმე. და როდესაც ხარ დიქტატურაში და ესეთ უსუსურ მდგომარეობაში, რომ არაფრის კეთება არ შეგიძლია და ეს უსუსური მდგომარეობა მე ყველაზე მეტად ვიგრძენი გავრილოვის ღამეს და იმ ღამიდან ვიგინები. ეს არის ის რომ მე უსუსურად ვგრძნობ ჯერჯერობით თავს აი ამ ყველაფერთან. და ჯერჯერობით ვერ ვხედავ ზუსტ აი იმებს რომ აი დღეს მე რო ეს გავაკეთო, ეს გამოიწვევს დიქტატურის დამხობას. აი ხვალ ეს ნაბიჯი რო გადავდგა, ეს აი როგორც კი დადგება ის მომენტი, რომ ზუსტად მეწოდინება ნაბიჯები, რომელიც დღეს ხვალ და ზეგ უნდა გადაიდგას და ემხობა დიქტატურა, მორჩა, ის იქნება ბოლო დღე ჩემი გინების და დღეს ძალიან საინტერესო რაღაცა თქვა. გიგი თორნიკეს ეთერში რომ იგინებიანო ადამიანები რომლებიც უძლურებად გრძნობენო თავსო და ეს სიმართლეა მართლა ასეა და რომლებსაც აქვთო მაგიური აზროვნება. ანუ თითქოს ქვეცნობიერად ადამიანს გონია რომ თუ ვიღაცას შეაგინა ის დაწყევლა. და ის გინება იმუშავებს ისე რომ იმ ადამიანს რაღაცა დაუშავდება. ხა პირდაპირ რო არ გააჩნია იმის ძალა რომ ფიზიკურად დააშაოს, გონია რომ გინებით რაღაცა დაუშავდება და ანუ გინებას ჩვენი ქვეცნობიერი აღქვამს როგორც წყევლას. ნუ ვეთანხმები ამაში. მე იმიტომ ვიგინები რომ ჯერ არ ვიცი კონკრეტული ნაბიჯები რა შემიძლია გავაკეთო რომ დიქტატურა დავამარცხო და თუ ამაში თან ის არის რომ მე სადღაც ქვეცნობიერად მგონია რომ ცუდი სიტყვების სახელი რაღაცას უშავებს ბიძინას და საკოცეც მაშინ ღმერთო ამინ და მართლა ასე იმუშაოს ჩემს სიტყვებმა. იყოს ეს ჩემი ავტომატი. წინა იარაღზე სადაც ლაპარაკობდით, ხო, შემდეგი საუბარი რა გვექნება შემდეგი ლაივის, მოდით ისევ შაბათს ჩავატაროთ. შემდეგი ლაივის საუბარი იქნება ისევ ახალი კონსტიტუციიდან, უნდა განვიხილოთ, რას გვთავაზობს ის ახალი კონსტიტუცია ქონების მფლობელობასთან დაკავშირებით. რომ პირადი ქონება არის აბსოლუტურად ხელუხლებელი და როცა შენ გაქვს მიწა, ის მიწა შენია არა მარტო ზედაპირი, არამედ მიწის ქვეშ ყველაფერი რაც არის დედამიწის გულამდე და ჰაერში შენ თავზე ცაც შენი პირადია. აი ახლა რასაც ივანიშვილი აკეთებს, რო გადაკეტა და თვითმფრინავს არაფრენებს. ახლა ეს არის ის წესით რაც წერია იმ კონსტიტუციაში და რაც უნდა გქონდეს ყველას. ახლა რა თქმა უნდა ისეთ სიგიჟემდე არ მივალთ რომ თვითმფრინავმა არ გადამიფრინოსო.
მაგრამ ის ცა რო შენია და რაღაცა ამ ცის 3 კილომეტრის ან 2 კილომეტრის სიმაღლეზე სახელმწიფო არ უნდა მოვიდეს და შენი თანხმობის გარეშე იქ რაღაცა შენი ცა არ უნდა გამოიყენოს და თუ უნდა რომ გამოიყენოს შენ უნდა გკითხოს შეუძლია თუ რა გამოყენება. აი ეს წერია იმ ახალ კონსტიტუციაში. მიწის ქვეშ შენ სეზონში რამეს თუ აღმოაჩენეს რომ ყველაფერი შენია, უცებ რომ აღმოჩნდეს რომ შენ სეზონში ნავთობია, ის ნავთობი შენია, პირადია, არ არის სახელმწიფოსი. ის რომ ტყეგლეხის უნდა იყოს, ის რომ ყველა მიწა მოქალაქეების უნდა იყოს, სახელმწიფოს არ უნდა კონდეს მიწები საერთოდ. რა უნდა კონდეს სახელმწიფოს? და ის რაც ადამიანს აქვს, რამდენად არის ადამიანის, რა ზომით არის ადამიანის და რამდენად არის ადამიანის ამ მფლობელობის უფლება აბსოლუტური. აი ამაზე იქნება ჩვენი შემდეგი ეთერი, ესეც ძალიან საინტერესო იქნება. მინდა რომ უფრო მეტად შეიძლება წინა 8 საათზე იყოს საღამო. 8 საათი ხომ არ იყო ადრე. წინები გქონდა 9-ზე და 10-ზე და უფრო მეტი კითხვა შემოდიოდა და უფრო მეტი აქტიური მაყურებელი იყო. ახაც ბევრი იყო მაყურებელი, მაგრამ ისე რომ თან კითხვის დასმის საშუალება ქონოდა, მე მგონი ასე არ იყო. ან კითხვები არ გქონდათ იმაზე, რასაც ვლაპარაკობდი იარაღის თავისუფლებაზე. ან რაღაცა მაგალითად ერთმა დაწერა რომ გზაში გისმენდითო და საჭესთან იყო ეთყობა და კითხოს ვარსვა. შეიძლება იმიტომ მოხდა ასე რომ ადრე იყო და უფრო გვიან ხوارჯობია 9-ზე იყოს, 10-ზე იყოს მაგალითად თუ ეს რაღაცაში ხელს გიშლით. და წინაზე ერთ-ერთ აქტიურმა ჩვენმა მაყურებელმა დამიწერა ესეთ რაღაცა რომ მისი აზრით ოღონდ იმ ვიდეოს ქვეშ არ დაწერა ეს რომელიც იყო იარაღზე, სხვა პოსტის ქვეშ დაწერა და იმ პოსტის ქვეშ არ ვუპასუხე, ამ ვიდეოს ქვეშ დაწერეთ მეთქი ვუთხარი და თუ გაიმეორებს იქ ვუპასუხებ. რო ყველა მერე ვინც შედის იმ ვიდეოზე და ამ ეს თემა ინტერესებს, იქვე ხედავდეს ამ პასუხს თუ ასეთი პასუხი ვინმეს კითხვა კიდე ვინმეს ნაზრი მოუვა თავში. დაწერა რომ ჩემი აზრით ქართული საზოგადოება არ არისო იმისთვის მზად რომ თავისუფლად დააწეროსო იარაღი. ეს არის ტყუილი. ასეთ ტყუილს მაგალითად ახლა ამბობენ ირანის ხალხზე ევროპელი პოლიტიკოსები და ევროპელი ჟურნალისტები და ამბობენ რომ ირანის ხალხი დემოკრატიისთვის არ არის მზად. საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობილი ქვეყნები არ არიან მზად დემოკრატიისთვისო, გვეუბნებოდნენ საბჭოთა კავშირის მიერ ნაყიდი მაშინდელი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები საბჭოთა კავშირის დაშლის წინ. გვარწმუნებდნენ რომ საქართველო არ არის დემოკრატიისთვის მზად, ამიტომ საბჭოთა კავშირი არ უნდა დაიშალოს და საქართველოს საბჭოთა კავშირიდან არ უნდა გამოვიდეს. მიშაზე ამბობდნენ სანამ გახდებოდა პრეზიდენტი რომ გიჟიაო და რას ნიშნავსო რომ უკორუფციოდო ქართული ხალხი არ არის მზად კორუფციის გარეშე იცხოვროს, იარსებოს და რა ბიზნესები აკეთოს. ასევე ამბობდნენ რომ ქართული ხალხი არ არის მზად რომ კრიმინალურ მენტალიტეტზე უარი თქვას, ქართული ხალხი არ არის მზად რომ ყველამ ინგლისური იცოდეს და არა რუსეთი, ქართული ეკონომიკა არ არის მზად რომ რუსეთზე არ იყოს დამოკიდებული და მთლიანად გადაერთოს დასავლეთზე და კიდე მილიონი რაღაცა. რაც ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი, იმიტომ რომ ყველაფრისთვის აღმოვჩდით მზად დემოკრატიისთვისაც, უკრიმინალოდ ცხოვრებისთვისაც, უკორუფციოდ ცხოვრებისთვისაც. ბასაფოცხიშვილი ამბობდა რომ რას ქვიაო ქართველი ღვედს როგორ გაიკეთებსო ესო ჩვენ სისხლში არ ზისო რომ ქართველმა ღვედი გაიკეთოსო. ხო გაიკეთა. ეს არ არის იმაზე დამოკიდებული
ვინ რას გრძნობს იმ მომენტში და მოსწონს თუ არა ესეთი რადიკალური ცვლილება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ კარგად და მკაფიოდ არის აწყობილი სისტემა, რომ კანონმა იკანონოს. რამდენად თავისუფალია სისტემა ზეწოლისგან და ეს თავისუფალი სისტემა რამდენად წესიერია იმაში, რომ კანონმა იმუშაოს. აი მაგალითად აფხაზეთში არ არსებობს ოკუპირებულ აფხაზეთში, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელსაც ჩვენ მალე ვდეოკუპირებთ, არ არსებობს კანონი იმაზე, რომ იარაღის ტარება შეიძლება. საერთოდ იმაზეც კი არ არსებობს კანონი, რომ იარაღი შეიძლება გქონდეს, მაგრამ ყველას აქვს იარაღი. და თან ბევრს აქვს ბევრი იარაღი სახში. უკანონო და აქვს ეს და სისტემა ვერ ბედავს, რომ ამ ხალხს დაერიოს და ეს იარაღი ამოიღოს. ეშინია სისტემას. და კარგია, რომ სისტემას ეშინია. ამ იარაღს შესაძლოა თავის დროზე არასწორად გამოყენება მოუწიოს მე ვიღაცებს, როდესაც ჩვენ დეოკუპაციას დავიწყებთ, მაგრამ არა უშავს. ეს არ არის ისეთი ფაქტორი, რომელმაც ჩვენ შეიძლება ხელი შეგვიშალოს. მაგრამ თუ ოკუპირებული აფხაზური ბრჭყალებში საზოგადოება მზად არის იმისთვის, რომ თავისუფლად კონდეს იარაღი და თავისუფლად ატაროს კიდევაც იარაღი. და არანაირად იქ არც კრიმინალი და არც დანარჩენი უბედურებები არ ხდება იმაზე უფრო მაღალი დოზით, ვიდრე ჩვენთან აქ. პირობითად თავისუფალ საქართველოში, რომელსაც არ აქვს იარაღის ტარების უფლება. დღეს რო შევადაროთ, ქოცის საქართველოში კრიმინალი და მკვლელობები და უბედურებები ბევრად უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ოკუპირებულ აფხაზეთში. ძალიან საშინელება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ასეა. და იქ რო ის დაბალ დონეზეა, იმიტომ კი არა, რომ რაღაცა პოლიცია მუშაობს კარგად, ან რუსეთს რო აქ ოკუპირებული ეს კარგია და დადებითად აისახება, არა. იმიტომ რომ ეს ფაქტორია, რომ ხალხს რო იარაღი აქვს, ეს ძალიან ბევრ უბედურებას აჩერებს. და ნებისმიერი საზოგადოება ყოველთვის მზად არის, რომ კონდეს იარაღი. უკრაინულ საზოგადოებაზედაც ასე ამბობდნენ, რომ უკრაინაშიც არ არსებობს თავისუფლად იარაღის ტარების უფლება, მაგრამ ომი რო დაიწყო და ყველა გამოაჩინა, არავის არ დაუწყია უცებ ერთმანეთის დახოცვა და ერთმანეთის დაყაჩაღება და ამ იარაღის გამოყენება ერთმანეთზე. ყველამ გამოიყენა სწორი მიმართულებით. იქ სადაც რუსი შემოვიდა, რუსი გააჩერეს და დანარჩენ რეგიონებში სადაც რუსი არ შემოსულა, იქ საერთოდ ხალხს არ გამოუყენებია. არ არსებობს ისეთი რაღაცა, რისთვისაც ადამიანი მზად არ არის. თუ მოვლენა როგორც ასეთი არსებობს ბუნებაში, ამ მოვლენისთვის ადამიანი ყოველთვის მზად არის. და მზად არ არისო, ამას გვეუბნება პოლიტიკოსი, რომელსაც არ უნდა რომ ჩვენ მოსახლეობას და მის ამომრჩეველს და მის ელექტორატს გქონდეს ეს უფლება, ან ამას ამბობს ჟურნალისტი, ან რომელიმე მოლაპარაკე თავი, ან ექსპერტი, ან opinion maker-ი, ან საზოგადოებრივი აზრის ლიდერი, რომელსაც აწყობს იმ მომენტში თავისი ელექტორატისთვის ამის გაჟღერება, იმიტომ რომ ეს ან თავის ბაბლშია პოპულარული ეს იდეა, ან ამ იდეის ლობირებისთვის რაღაცა ბენეფიტები აქვს, ან რაღაცა. და თუ ამას ამბობს რიგითი მოქალაქე, მაშინ ამ რიგით მოქალაქეზე ამ წინა ორმა იმოქმედა, ან რომელიღაც მატყუარა პოლიტიკოს ნათქვამმა იმოქმედა, ან რომელიღაცა მატყუარა ჟურნალისტის ან opinion maker-ის ნალაპარაკებმა იმოქმედა. ამიტომ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, მით უმეტეს ისეთ გარემოში, რომელშიც კანონი კანონობს და
როგორშიც ვიყავით 2004-დან 12-მდე. ეს დრო ისევ დაგვიდგება, კანონის კანონობის დრო ისევ დაგვიდგება და ადეკვატური კანონების დროც ისევ დაგვიდგება. იარაღის თავისუფლად დარების დროც ისევ დაგვიდგება და შემდეგი ჩვენი საუბარი იქნება კერძო ქონების, მფლობელობის აბსოლუტური უფლება. მომავალ შეხვედრამდე. საქართველო იქნება დეოკუპირებული, რუსეთი არ იქნება შავ ზღვაზე.